ქალაქის ვიცემერი ალექსანდრე მარგიშვილი იქნება ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე. გამარჯობა. ბატონო ალექსანდრე, ისნის რაიონის გამგებლის მოადგილის მიერ გავრცელდა აუდიო ჩანაწერები, რომელთა შესახებაც თქვენ იცით და რომელთა მიხედვითაც ჩანს, რომ მასზე თითქოს ზეწოლა ხორციელდებოდა. რა არის მერიის პასუხი ამ ბრალდებაზე? ჩვენ მოვისმინეთ თბილისის მერის მოკლე კომენტარი, საინტერესოა თქვენ რას გვეტყვით. მოგახსენებთ, როდესაც მე მოვისმინე ამ სიახლის შესახებ, კერძოდ ბატონი ბესიკ დონაძის გულის წყრომის და ჩანაწერების შესახებ მოვიკითხე თუ რაზე მიმდინარეობდა მოკვლევა, რა სამართლებრივი დავა იყო და შიდა აუდიტის სამსახურიდან მიპასუხეს თუ ვის ვკითხულობდი, ვინ მაინტერესებდა ის ბენზინის პარია თუ ვინმე სხვაზე იყო ლაპარაკი. მოვისმინე რომ ბატონმა ბესიკმა თქვა თითქოს მას ავარია მოუვიდა და ეს ყველა შეიძლება დაემართოს, აქ ავარიაზე არ არის ლაპარაკი არის, რომ ავარიის მერე გაჩერებულ მანქანაში ის ახერხებდა თვეების განმავლობაში ბენზინის ჩასხმას, მანქანა რომელიც არ მოძრაობს, მე ასე ვიცი, რომ ბენზინს არ საჭიროებს, მათ შორის არა მარტო თბილისში, არამედ დასავლეთ საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ადგილებში. ათასობით არის იმაში გამოძიების დაწყება თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაზე. ამას მოგახსენებ ზუსტად, როცა მოვიკითხე, რომ ხდება რაღაც საჩივარზეა ლაპარაკი, პირიქით შეკითხვა მივიღე, რომ რომელ საჩივარზეა ლაპარაკი, იმაზე ხო არა, რომ ეს არსებობს ეჭვი და მიმდინარეობს მოკვლევა, რომ ეს ადამიანი ფლანგავდა მერიის, ანუ სახელმწიფოს ფულს, რეალურად მანქანა იყო გაჩერებული კერძო გარაჟში, მაგრამ ფული მაინც მიდიოდა თვეების განმავლობაში. მე დაუზუსტე რომ ამას არ ვკითხულობდი, კითხულობდი თითქოს მისი საჩივრის შესახებ. მე შემიძლია გითხრათ განამდვილებით, რომ თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას, აქვს ძალიან მკაფიო დავალება გაცემული პირველივე დღეს, აგვისტოს დასაწყისში, რომ არსებულ თანამშრომლებთან არანაირი აგრესიული დამოკიდებულება, არანაირი ზეწოლა არ განხორციელდეს, არამედ მოხდეს მათი კვალიფიკაციის შეფასება, მოხდეს იმ დავალებების გაცემა, რომელსაც არა მხოლოდ ატესტაცია გველოდება ჩვენ ამ დღეს, მაგრამ ოქტომბრამდე 2 თვე იყო სამუშაო და საუბარი იყო, რომ მივცეთ დავალებები თანამშრომლებს მიუხედავად იმისა, რომელ პერიოდში არიან ეს თანამშრომლები მერიაში მოსული, თანაბრად და ვინც შეასრულებს დავალებებს, საუბარი არის ჩვეულებრივ რუტინულ დავალებებს. თანამშრომლების დატოვება სამსახურში მოხდება მხოლოდ პროფესიული ნიშნით. ბატონო ალექსანდრე, ბესიკ დონაძე იმაზე საუბრობდა, თითქოს პირადი ინიციატივით სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დააწერინეს ისრის რაიონის გამეუბანში დასაქმებულ 40-მდე ადამიანს, მან თქვა ახლა პირდაპირ ეთერში, რომ განცხადებებზე არ არის მითითებული მათი დაწერის თარიღები, რომ თითქოს შემდეგ ამ განცხადებების გამოყენება ნებისმიერ მომენტში იყოს შესაძლებელი. არა, მე მოვუსმინე ორ კომიკურ პერსონაჟს თქვენს ეთერში და ცოტა უხერხულია ჩემი მხრიდან ახლა კომენტარების გაკეთება. მე ვიცი, რომ როდესაც ცენტრალური ხელისუფლება შეიცვალა, ახლა უკვე ადგილობრივი ხელისუფლებაც პირიქით ახალმისულ ხელმძღვანელებს დახვდათ იქ განცხადებები თარიღის გარეშე, ამის მაგალითები, ფაქტები უზარმაზარი არსებობს. მე სამწუხაროდ გამიჭირდება, ახლა რამდენი ასეთი კომიკური პერსონაჟი რაღაცას იწვის, ყველაფერზე კომენტარის გაკეთება არასერიოზული იქნება. რომ არ ვისაუბროთ მაშინ ამ პიროვნებებზე, არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ იმაზე, რომ თვითმმართველობის ორგანოებიდან ხდება წესების დარღვევით და ზეწოლის შედეგად თანამშრომლების გათავისუფლება. მათ რას უპასუხებდით? მოგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ძირითადად ინფორმაცია აქვთ ისევ ჩვენგან, თვითმმართველობის ორგანოებისგან, ისინი გამოითხოვენ პერიოდულად საჯარო ინფორმაციას. ჩვენს ბუნებრივია, რომ ამ ინფორმაციას ვაწვდით, ასევე ვაკვირდებით, რომელ საჯარო ინფორმაციაზე არის უფრო მეტი მოთხოვნა და პროაქტიულად ვაქვეყნებთ ამას უკვე წინასწარ, რომ მათ შეეძლოთ პირდაპირ ჩვენი ვებგვერდიდან ნახვა ასეთი ინფორმაციის. არსებობს სტატისტიკა, თქვენ აჩვენეთ ეთერში. წარმოიდგინეთ, როდესაც თანამშრომელი ან ვერ, ან არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს. ზოგი მათგანი საერთოდ არ ცხადდება სამსახურში, ზოგი
საუბრობ ხა იმ ნაწილზე, რომლის სამსახურში დარჩენ არ დარჩენის საკითხი დღეს დღის წესრიგში. ზოგი საერთოდ არ დადის, ზოგი თავისი გემოვნებით მიდის, ზოგი რომ მოდის ან ვერ აკეთებს სამუშაოს. ბუნებრივია რომ ის უშუალო ხელმძღვანელი მას ეძახის და უტარებს გასაუბრებას თუ სამომავლოდ როგორ აპირებს ეს თანამშრომელი გაგრძელებას და ბუნებრივია ეუბნება რომ ასე თუ აპირებს გაგრძელებას ეს თანამშრომლობა ვერ შედგება. თუ თქვენ ამას ეწოლას ეძახით, ამ თემაზე გამიჭირდება გაგრძელებას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის ვიცე-მერი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. მადლობა.